ჩვენ ახლა ვიმყოფებით მელიქიშვილის გამზირზე, კახაკალაძის საარჩევნო შტაბთან, რომელიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დაძაბულობის მთავარი კერა იყო, ერთ-ერთი მთავარი კერა იყო პროევროპული საპროტესტო აქციების ფარგლებში, განსაკუთრებით კი 8 სექტემბერს, როდესაც მმართველი პარტიის მხარდამჭერები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ აქციის მონაწილეებს, ასევე მედიის წარმომადგენლებს და მათ როგორც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ასევე ფიზიკური დაზიანებებით, მათ შორის უნგრელ ჟურნალისტს, ქართველ ჟურნალისტებს, კონკრეტულად გამოცემა პუბლიკის ჟურნალისტებს. დღესაც მცირე ინციდენტი მოხდა ახლა ქართული ოცნების შტაბთან, სულ რამდენიმე წუთის წინ, როდესაც კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია აპირებდა პროტესტის გამოხატვას და კახაკალაძის საარჩევნო შტაბთან პოლიციელებმა ის ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან და უთხრეს, რომ აკრძალული იყო შენობის ფასადზე ასვლა, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო არ განუმარტავს. ელენე ხოშტარია განარიდეს უბრალოდ ტერიტორიას, იყო მოლოდინი, რომ მას დაუმორჩილებლობისთვის დააკავებდნენ, რადგან ელენე ხოშტარია ეწინააღმდეგებოდა პოლიციის ქმედებებს. რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელი შეკრების მიზეზს, ისევე როგორც ბოლო 290 დღეა მოქალაქეები ქუჩაში გამოსულები არიან საქართველოს ნათელი ევროპული და დამოუკიდებელი მომავლის დასაცავად, იმისათვის რომ ქვეყანა გაწევრიანდეს ევროკავშირში, იმისათვის რომ ქვეყანას არ შეუწყდეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ევრობლოკთან. დღეს ეს საფრთხე მათი თქმით არის რეალური, აქ არიან პოლიტიკოსები, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რიგითი მოქალაქეები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სწორედ ევროკავშირში ინტეგრაცია, სწორედ უვიზო მიმოსვლის შეჩერება არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველო იყოს განვითარებული, დემოკრატიული, ადამიანის ღირსეული უფლებების მქონე სახელმწიფო და სწორედ ამიტომ მე ვთხოვ ახლა ოპერატორს, ეროვნულ ჯორჯიას ოპერატორს გიორგი ვარსიმაშვილს გაჩვენოთ კადრში, რა ვითარება მელიქიშვილის გამზირზე. Სუსტად შეუძლებელია იმის თქმა, რამდენი მოქალაქე არის გამოსული, თუმცა ფაქტია, რომ გზის საავტომობილო ნაწილი მთელ გამზირზე არის გადაკეტილი. მოქალაქეები აპროტესტებენ ქართული ოცნების პოლიტიკას, საქართველოს და ევროკავშირის დროშებით, საპროტესტო ბანერებით და აცხადებენ, რომ არ შეეგუებიან არსებულ რეალობას, აცხადებენ, რომ დაიცავენ ქვეყნის ევროპულ მომავალს, დაიცავენ იმ ჩანაწერს, რომელიც არსებობს საქართველოს კონსტიტუციაში და სხვათა შორის ეს ჩანაწერი, როგორც თავად ამბობენ, შეიტანა მართლმა პარტიამ რამდენიმე წლის წინ, კონკრეტულად საუბარია 78 მუხლზე, თუმცა აქვე დასძენენ, რომ ეს 78 მუხლი თავად ქართულმა ოცნებამ უგულებელყო 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით. ჩვენ ვესაუბრეთ აქციის ორგანიზატორებს, შეიძლება ითქვას ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც ბოიკოტს უცხადებენ 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, მათ შორის არიან პარტია ფედერალისტები, კოალიცია ცვლილებისთვის, ასევე მოძრაობა თავისუფლების მოედანი. ყველა მათგანი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას საფრთხე დაემუქრება, ეს ზეგავლენას იქონიებს თითოეულ მოქალაქეზე. ისინი განმარტავენ, რომ ამ კონტექსტში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის განხილვა არ შეიძლება მხოლოდ ტურისტული მიზნებისთვის, ეს არ შეეხება მხოლოდ მათ, ვისაც სურს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მოგზაურობა, არამედ აისახება თითოეულ მოქალაქეზე, სტუდენტზე, ონკოპაციენტებზე, სხვა მნიშვნელოვანი სერიოზული დაავადებებით დაავადებულ მოქალაქეებზე. ასევე იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც სურთ კვალიფიკაციის ამაღლება, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც უბრალოდ სურთ, რომ ევროკავშირთან ჰქონდეთ ღია საზღვრები და არ იყოს რაიმე პრობლემა ევრობლოკის წევრ სახელმწიფოებში გადაადგილების თვალსაზრისით. ასევე ისინი ხას უსვამენ ქართული ოცნების პოლიტიკასაც და ამბობენ, რომ არ აპირებენ შეგუებას, ქუჩის პროტესტი მათი შეფასებით უნდა გაგრძელდეს, ხოლო პოლიტიკური სპექტრი ამ იდეის გარშემო გაერთიანდეს. ჩვენ რა პარტია, რომელიც ბოიკოტს აცხადებთ ადგილობრივი არჩევნებისთვის, ჩავნიშნეთ ეს აქცია ზუსტად იმიტომ, რომ საფრთხე არის რეალური, თქვენ იცით, რომ არსებობს გარკვეული პროცედურები, ჯერ 6 თვით შეწყდება უვიზო რეჟიმის შემდეგ კი სამუდამოდ და ასეთი შემთხვევა სულ ერთი არსებობს ევროკავშირის ისტორიაში, როდესაც ვანუატუს შეუწყდა ესე კანდიდატ ქვეყნისთვის ჯერ ესეთი პრეცედენტი არ ყოფილა და შესაბამისად ამ მხრივ ცუდი გაგებით უნიკალური სიტუაცია შეიქმნება. უვიზო რეჟიმი ბუნებრივია, რომ ეს არ არის მხოლოდ ტურისტული ვიზიტები, ეს არის ასევე ბევრი ადამიანი, რაც ყველაზე მტკივნეულია, ვინც თქვათ კიბოს ან სხვა დაავადებებს ვერ მკურნალობდა აქ, მიდიოდნენ ევროპაში. ხო, ანუ უვიზო მიმოსვლას, როგორც თავისთავად ეტაპს ევროკავშირის სივრცესთან დაახლოების, დასავლურ ცივილიზაციასთან დაახლოების, თავი რო დავანებოთ, მხოლოდ პრაქტიკული თვალსაზრისით უვიზო მიმოსვლის შეჩერება საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება
ძალიან ბევრი მაგალითად მძიმე დაავადებული პაციენტისთვის სიკვდილის ტოლფასი, ძალიან ბევრი სიღარიბეში მყოფი ადამიანისთვის დაუღწეველი სიღარიბე, ძალიან ბევრი სტუდენტისთვის, რომლის საშუალო ხელფასიც ამ ქვეყანაში არავითარ ხარჯებს არ ყოფნის, იქნება დაუღწეველი სიღარიბე, შესაბამისად და ცხადია თავისთავად ევროპულ კულტურასთან პირისპირ შეხვედრა ჩვენი ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობა რომ მიქაური სოციალური წესრიგი ნახონ, პოლიტიკური წესრიგი ნახონ და შემდგომ ჩვენი ქვეყანაც იმგვარად მოვაწყოთ. არის საშინელების ტოლფასი. შესაბამისად, ქართული ხალხი კარგავს ისტორიულ შესაძლებლობას. დავკარგავთ ყველაფერს იმას, ვისთვისაც ამ წლების განმავლობაში ვიბრძოდით. ამაში ჩადებულია ბევრი სისხლი, შრომა, ადამიანების თავისუფლება და სიცოცხლე, რომ ჩვენ მიგვეღწია ევროპასთან იმ ურთიერთობას, რასაც ვიზა ლიბერალიზაცია ქვია და შემდეგ ევროკავშირის წევრო სახელმწიფო გამხდარიყავი. და ამ რუსმა ოლიგარქმა, ამ რუსმა კაცმა გადაწყვიტა, რომ ის სიკეთეები და სარგებელი, რასაც თითოეული საქართველოს მოქალაქე იღებს, მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩეველი, ყველა, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, დაგვაკარგინოს, იმიტომ რომ მას უნდა, რომ ეს ქვეყანა იყოს რუსეთის ღარიბი მეზობელი და ვერ იქნება ეს. შეგახსენებთ, რომ 15 ივლისს, მაშინ როდესაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ ბრიუსელში მორიგ შეხვედრაზე, იქ დღის წესრიგში იყო ერთ-ერთი განსახილველი საკითხი საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა, ასევე დემოკრატიის უკუსვლად შეფასდა ის მოვლენები, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ხდება ქვეყანაში. ბრიუსელმა თბილისს დაუწესა ევრორეკომენდაციები, რომელთა შესრულების ვადა საქართველოს ხელისუფლებას ქართული ოცნების მთავრობას 31 აგვისტოს ჩათვლით ჰქონდა და ეს ვადა ამოიწურა. სექტემბრის დასაწყისში საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ ბრიუსელს გაუგზავნეს პასუხი რეკომენდაციების შესახებ. არც ბრიუსელი და არც თბილისი ამ დოკუმენტის შინაარს არ ასაჯაროვებენ და ამას აცხადებენ, ამის მიზეზად აცხადებენ, რომ ეს არის უბრალოდ დიპლომატიური ნორმატივი, ესეთი, როგორც აცხადებენ თბილისშიც და ბრიუსელშიც. ევროკომისიის წარმომადგენლები, ასევე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებენ მუდმივად და სხვა წარმომადგენლებიც ევრობლოკისა, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ იქნება კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული, არ იქნება გამოსწორებული გზა დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, მაშინ მაგიდაზე, როგორც ისინი ამბობენ, დევს ყველა ვარიანტი, მათ შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერება და ეს პრივილეგია, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ 2017 წლის მარტიდან, შესაძლოა 8 წლის თავზე შეწყდეს. ასეთი არის ვითარება ახლა მელიქიშვილის გამზირზე, ჩვენ დაახლოებით ფილარმონიის მიმდებარი ტერიტორიასთან ვიმყოფებით. ახლა მივემართებით რუსთაველის გამზირის მიმართულებით, სადაც საქართველოს პარლამენტის შენობასთან გაგრძელდება ყოველდღიური უწყვეტი პროევროპული პროტესტი, რომელიც უკვე 290 დღეს ითვლის. თავაზობთ კადრებს უკომენტაროთ და გაჩვენებთ რა ვითარება ახლა საპროტესტო აქციაზე.